ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. პირველ რიგში მე ვიბრძვი უშუალოდ ინდივიდუალურ დონეზე თუ დავიყვანთ საკუთარი მომავლისთვის. ღირსეული და ღირებული მომავლისთვის. მე ვარ მიგიდია სამიძე, 24 წლის სტუდენტი, პროტესტის აქტიური, როგორც შემიძლია, მონაწილე. მე მაღალმთიან აჭარაში დავიბადე, შუახევის რაიონის სოფელ ბუთფრაულში, ყავს 3 და 1 ძმა. ჩემი მშობლები ბავშვობიდანვე გვაძლევდნენ მე და ჩემს დებს და ძმას არჩევანის თავისუფლებას, რაც ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად ადრე გვესწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ალბათ ამ ყველაფერმაც გავლენა მოახდინა, რომ მე დღეს პროცესებში აქტიურად ვარ ჩართული. აი სკოლაში როგორ ასწავლიან ხოლმე იცით, ყოველ შემთხვევაში ჩემს დროს ასე ასწავლდნენ, რომ სამშობლო უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ უნდა გიყვარდეს, ანუ ბრმად და არ გასწავლიან ძირითადად ისე, რომ აი სახელმწიფო მოწყობილი უნდა იყოს, იმიტომ რომ შენც გჭირდება, რომ ღირსეულად იცხოვრო, განვითარდე როგორც მოქალაქე, როგორც თავისუფალი ადამიანი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მცირედ ხდება ეს და ინდივიდუალურად მასწავლებელზეც არის დამოკიდებული. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებმა ამ მხრივ მოახდინა გავლენა, რომ რაღაც ბრმად კი არ უნდა გიყვარდეს, რაღაც გააზრებული უნდა გქონდეს და როცა რაღაცას გასცემ, რა სარიგებელს იღებ, ეს უნდა იცოდე. და სიმართლე გითხრათ, როცა ადამიანი მაღალმთიანი საქართველოში როცა ცხოვრობ, ანუ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და მაღალმთიან რეგიონში იღებ ზოგად განათლებას, რაღაცნაირად გამონათებასავით იყო და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო არაფორმალური განათლება, როდესაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ახლა ზუსტად სახელები არ მახსოვს, პროექტებს აცხადებდნენ ხოლმე, ამოდიოდნენ სკოლებში, დადიოდნენ და ცდილობდნენ ახალგაზრდების ჩართვას და მე ამით დავინტერესდი თავიდან. ბანაკებში წასვლა იყო, სხვადასხვა თუნდაც ლაშქრობა იყო და ამ არაფორმალური განათლების მიზანი იყო ის, რომ პასუხისმგებლობა როგორც მოქალაქეს გაგეაზრებინა, ახალი ადამიანები გაგეცნო, ინტერაქცია ყოფილიყო აქტიური, ესე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, იმიტომ რომ მახსოვს ერთ-ერთი პროექტი მაგალითად USAID-ის იყო, leading our role, ანუ გოგოების მსოფლიოს ლიდერები და ეს რაღაცნაირად შთაგონებასავით იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძირითადად უყურებ ყველგან ანუ რაღაცნაირად ბიჭებზე იყო ორიენტირება, კაცებზე და ასე შემდეგ და ეგ გასწავლიდა რომ შენ როგორც გოგოს ცხადია შეგიძლია წინსვლა რაღაცნაირად მეც ასე მიმაჩნდა და ეს იყო თავდაჯერების მომენტში უფრო რაღაც მხარდაჭერა რა. ჩემი რაღაცნაირად ენერგიის რეალიზება იმ პერიოდში, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ხდებოდა ეკო-აქტივიზმით. ჩემს მეგობრებთან ერთად რაღაც ჩვენს ირგვლივ რაც დაბინძურებული იყო, მოხალისეობრივად გარემოს ვასუფთავებდით. ეს იყო, როცა მე ჯერ კიდევ მაღალმთიან აჭარაში ვარ. და როცა სკოლა დავამთავრე უკვე, მაგ პერიოდში იყო კორონავირუსი, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. თესეუში და პირველი წელი იყო, როცა ონლაინ ვსწავლობდით. როცა ჩაიარა რაღაცნაირად ეს კორონავირუსი, ჩამოვედი თბილისში დავიწყე ცხოვრება და აქ უკვე 1-2 თვის მერე დაიწყო უკრაინაში რუსეთის ომი თებერვალში. და მანამდეც მქონდა ცხადია პროტესტის განცდა, იმიტომ რომ მე მანამდე სიმართლე გითხრათ უკვე ჩემი პოზიცია მქონდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და არა მარტო ქართულ ოცნებასთან, რაღაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და როცა უკრაინის ომი დაიწყო, ამან ისეთი გავლენა მოახდინა, რომ მინდოდა მეტად მეკეთებინა რამე, რა მხოლოდ ჩემთვის მხოლოდ პროტესტზე ან მარშზე გასვლა და უკან დაბრუნება აღარ იყო საკმარისი და გადავწყვიტე რამე ჯგუფები მომეძებნა ისეთი ჯგუფი მინდოდა რომელიც პარტიული არ იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაც პარტიაში მყოფნა არ მინდა. და მაშინ მახსოვს ვიპოვე ჯიუტი.
მოძრაობა, რომელიც პარლამენტთან ყოველ დღე აპროტესტებდნენ კონკრეტულად 1 საათის განმავლობაში 9 საათზე და დაკვირვების შემდეგ უშუალოდ მივედი მათთან და იყო ეს სექტემბერი 2022 წლის სექტემბრიდან უკვე დავიწყე რაღაცნაირად ყოველდღიური პროტესტი, მოკლედ ჯიუტებთან ერთად. შემდეგ იყო, როცა რუსული კანონი დაინიცირეს 2023 წელს მარტში და მაგ დროს უკვე კარგად ვიცნობდი ჯიუტებს და ერთად უკვე ვაორგანიზებდით პარლამენტის უკან აქციებს და სხვათა შორის დიდი აქცია თავისი დარბევით, ესე მხოლოდ შეხედვით და თეორიულად მახსოვდა გავრილოვის ღამე. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და აი მანდედან დაიწყო ჩემი რაღაც პოზიციები უფრო სიცხადე რაღაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და უშუალოდ ჩემს თავზე რაც გამოვცადე იყო მარტის რუსული კანონის აქციის დარბევა. მაშინ მივხვდი რამდენი რამ არ ვიცოდი, რაც რეჟიმს, ღევანდელ რეჟიმს უკვე შეეძლო გამოეყენებინა იმ პერიოდში. თუმცა იმ დროს ძალიან დიდი გამარჯვება მოიპოვეთ მახსოვს და ამ პერიოდში ყველაფერი გვერდით მაგ გადადებული რა. შემდეგ იყო რუსული კანონი 2 უკვე. შემდეგ უკვე გარკვეული მიზეზების გამო თბილისიდან ისევ ბათუმში მომიწია წასვლა ჩემს ოჯახთან და რამოდენიმე თვით, 6-5 თვით იქ ცხოვრება. და გადავწყვიტე იქ მარტო დამეწყო პროტესტი აჭარის მთავრობის სახლთან. იქაც ყოველდღე ვაპროტესტებდი ერთი კონკრეტული საათის განმავლობაში. ირგვლივ ვუყვებოდი ჩემს მეგობრებს, ვისაც ვიცნობდი რომ მოკლედ ამას ვაკეთებ. ჩემმა ოჯახმა ცხადია ყველაფერი იცოდა. რამოდენიმე თვის განმავლობაში ბათუმში ვინც იყო რაღაცნაირად აქტიური ადამიანი, ცნობილი ადამიანი, ვინც საზოგადოებას უყვარდა, უყვარს ვინმე მწერალი ან პოეტი, იქ ვიწვევდით, ასევე ვეძახდით და ვინც ვიქნებოდით იმ პროტესტის საათის განმავლობაში, საუბრობდით მიმდინარე პრობლემებზე. მერე უკვე ისევ თბილისში დაუბრუნდი. 2024 წელს მე და ჩემო მეგობრებმა გადავწყვიტეთ დამკვირვებლები მოვგემზადებინა, რა შეიძლება გავაკეთოთ. და მოვამზადეთ დამკვირვებლები, გავაკეთეთ ჯგუფი დააკვირდი, მოხალისეობრივად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ანუ ჩვენი ფინანსები ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა ცხადია და ვინც ეს არჩევნების საკითხი იცოდა, ტრენერებად მოვიყვანეთ და საიტი გავაკეთეთ, ასე როგორც ხდება რომ სარეგისტრაციო ფორმა შეევსოთ და რაღაც კონკრეტული რაოდენობა ყოლოდა ადამიანების, ვისაც დაატრენინგებდით. მე და ჩემო მეგობრებმა მოვამზადეთ 400-მდე დამკვირვებელი, რაღაცნაირად ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ არჩევნებით შესაძლოა წასულიყო ქართული ეცნობა, თუმცა ახლა როცა ვიაზრებ ამ ყველაფერს, შინაგანად არ მეჯერა და როცა მე და ჩემი მეგობრები მსჯელობთ რომ აი როგორ დავიჯერეთ რაღაცნაირად ვუბრაზებით ხოლმე საკუთარ თავებს რა, როგორ დავიჯერეთ და ალბათ მე როგორც მოქალაქემ და ახალგაზრდამ შანსი მივეცი რომ დემოკრატიულად ხელისუფლება შეიცვლებოდა. მობა, ერთობა, თავისუფლება! 2024 წელს 28 ნოემბერი როცა ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და განაცხადა რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნიდა 2028 წლამდე. მახსოვს აი გიჟივით გავარდი სახლიდან, ანუ ვეღარ ვფიქრობდი რა შეიძლება მომხდარიყო. როგორ შეიძლება ასეთი უპატივცემულობა ადამიანურ დონეზე რა, ადამიანურ ინსტინქტურ დონეზე, როგორ შეიძლება ასე გადაბიჯება, უპატივცემულობა, რაღაც ნივთად თავისთავად რომ აღგიქვამს და როგორც უნდა ისე გექცევა. ეს შთაბეჭდილებები მრჩებოდა და შემდეგ ამ განცხადებამ დამანახა რომ აი ხარ ადამიანი, რომელსაც გესმის რომ შენ გაქვს თავისუფალი არჩევანი და ზუსტად ამას გართმევენ. მახსოვს რომ არა მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ანუ თვალუწუდენელი იყო უკვე, იმდენი ადამიანი ვიყავით და თან იმდენად მჭიდროდ ვიყავით, რომ გავლაც კირთული იყო. ნუ მოკლედ დაუვიწყარი დღეები იყო ის პირველი კვირა, როდესაც მთელი ღამეების განმავლობაში გვარბევდნენ და იქ მხოლოდ დარბევა არ იყო. როდესაც თქვათ პარლამენტთან არის აქცია და შენ წყლის ჭავლის მანქანებით, რობოკოპებით, რაც შავებში ჩაცმული, რომელსაც კრიმპლს ეძახიან, მოყვებიან თესეუმდე, მოყვებიან ვაკის პარკამდე, ეს დარბევა კი არ არის, ეს უკვე რაღაცნაირად სადამსჯელო ოპერაცია რა, თითქოს ნაბრძანები აქვს, რომ აი ბოლომდე მიყევი რა, ბოლომდე შეაშინე და მახსოვს დილით დეკემბერი იყო, დაჭერები უკვე დაწყებული იყო, მახსოვს ხუჭუჭთმიანი ბიჭი, რომელს სახელი გვარ ზუსტად არ ვიცი, რა უმოწყალოდ სცემეს, ცხადია
ამით არ შეუშინებივართ, მაგრამ იმ მომენტში უბრალოდ ინსტინქტურად გაქცევას ვცდილობ, რომ თავი დაიცვა და დელისის მეტრომდე ჩავედით ფეხით, ანუ პარლამენტთა თესეუდან წამოსული დელისის მეტრომდე ფეხით ჩავედით. ჩვენ თავიდანვე ხო გვესვის ის ფაქტი, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და უბრალოდ ჩვენი მეგობარი სახელმწიფო არ არის კი არა, არამედ მტერია რა, ისტორიულად წმინდა ჩვენი მტერია. და იცი რომ ეს რაღაც პარტიის თავმჯდომარე თუ ვინც არის, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთიდან წამოსული, უკვენდობის ნაკლებობას იწვევს. მართლა მივხვდი რომ არ არის მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული პრობლემა ქვეყანაში და მართლა რაღაცნაირად ჩამოყალიბებული არის რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ ფასად უბრალოდ ძალაუფლებას ინარჩუნებს და არ არსებობს მისთვის ინდივიდი და ამან უფრო გადამაწყვეტინა მე რომ პროტესტში ყოფნა გამეგრძელებინა. მელიქიშვილის პროტესტს უკავშირდება ჩემი დაკავება გურიაში. როცა კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე იყო წარწერა რუსული ოცნება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც იქ პოლიციელებმა მითხრეს, ნივთის დაზიანების ბრალდებით დამაკავეს მე იქ, ხო. თბილისიდან მივდიოდი სახლში, იმიტომ რომ რაღაც 15 სექტემბერი ახლოვდებოდა მახსოვს და ჩემს ძმას სკოლაში უწევდა უკვე მისვლა. მეორე კლასში გადადიოდა და ვცდილობთ ხოლმე რომ მაგ დროს კონცენტრირდეთ, მობილიზდეთ და რაღაცნაირად ოჯახი ერთად ვიყოთ რა, რომ მივაცილოთ სკოლაში, ნუ мотиваცია გქონდეს მაქსიმალურად სწავლის რა. რაღაცნაირად უცნაური დღე იყო ეგ. სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მახსოვს მიკროავტობუსით წავედი დიდუბიდან ჩვეულებრივი და ეს მიკროავტობუსი გაფუჭდა, ყოველი მანძილი როცა გავიარეთ და უცებ გამოჩნდა მეორე მიკროავტობუსი და რეალურად ეს მიკროავტობუსები ხშირად მივლია, მაგრამ ერთმანეთს ერთ და იგივე დროს არ ხვდებიან, იმიტომ რომ პირიქით სხვადასხვა დროს მიდიან, რადგან სხვადასხვა მგზავრები ყავთ, ეს მიკროავტობუსი სავსე უნდა იყოს, რომ უღირდეთ ისეთი მანძილის გავლა, ხო? მეორე მიკროავტობუსში როცა უკვე გადავჯექი, მოკლე მანძილი გავიარეთ, ხშირად აჩერებდა ის მიკროავტობუსი და მანძილის გავლის შემდეგ, რაღაც მანძილის გავლის შემდეგ შეხვდა ერთი საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც გააჩერა მანქანა და მძღოლს მან ვესაუბრებოდა თუ რატომ არ გაატარა ქვეითი ზებრაზე. და მე მახსოვს რომ პირიქით მძღოლმა ქვეითი გაატარა ზებრას და მერე გადავიდა. და ამას ცოტა გამეცინა რომ მეთქი უბრალოდ ეხა დაჯარიმება უნდათ, უმიზეს რა ხდება თქო და გამეღიმა და შევხედე მძღოლის წინ ვიჯექი, გვერდწინ მძღოლის გვერდით ვიჯექი მეც და შევხედე რა. გამეღიმა მე მიყურებს ისიც. ანუ ელაპარაკება ესე ელაპარაკება რაღაცა და მე მიყურებს და იცინის და მე კი არ მეღიმება, ანუ წარმოშე ვიყავ მეთქი რა ხდება თქო რა. და შემოტრიალა და უცებ სახელი დამიძახა რაღაცნაირად კარგი ნაცნობივით დამიძახა ჩამოდი მანქანიდანო. რატომ უნდა ჩამოვიდე თქო რა? ანუ ამით ისევ მკითხე რომ მარტო მე რატო ჩამოვიდე თქო და მე მივხვდი რომ ტელეფონი ხელში აღარ მაქვს. ანუ იმდენად სწრაფად გააკეთა ყველაფერი, გადმოვიდა. აბა ჩამოდი მანქანიდანო და ეს უცებ ამართვა და ანუ რა ხდება თქო რა? ანუ ეხა სასაცილოდ კი ვხვდები, მაგრამ იმ დროს ძალიან უცნაური იყო მოკლედ რა და ჩავედი, წინააღმდეგობა არ გამიწევია და მეთქი ისე მგონია რომ მძღოლთან აქვს საქმე რა. და თავიდანვე მანქანაში, საპატრულო მანქანაში დავჯექი, ნუ მათ მითხრეს რომ იქ უნდა დამჯდარიყავი. და როცა მეორე პოლიციას ვეკითხები, ვარკვევ რა იქ სიტუაციას, რომ ანუ მარტო მე რატო ვარ გარეთ, ისინი რატო არ არიან, მძღოლთან რა ხდება, ასე შემდეგ. არ ყვევენ და ნახევარსაათშიო გაგიშვებთ რა. ხო და იმ დროს წიგნს ვკითხულობ უკვე ერთადერთი წიგნი მქონდა, კიდევ კარგი წავიღე, თორემ 10-11 საათი მათთან ერთად დრო როგორ უნდა გასულიყო, ხო? და ძალიან მიყვარს თან ეგ მწერალი ჰანა არენდტის აიხმანი იერუსალიმში მქონდა, რომელსაც აიხმანის დაკავების რაღაც პროცესები აქვს აღწერილი რა და იმ მომენტს ვკითხულობდი მეც. ხო და როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, შევხედე რომ მაშინ ის მიკროავტობუსი გაუშვეს და აქ უკვე ჩემ რაღაც გაღიზიანება გამოიწვია ჩემი, უბრალოდ მათთან არ გამომიხატავს რა ხდება თქო რა და მე დავrწმუნდი რომ მარტო ვარ. უკვე მოთხოვნა დავიწყო რომ ან ადვოკატთან დამარეკინეთ, იმიტომ რომ როცა
გადაადგილება გეზღუდება, მანქანიდანაც არ მიშვებდნენ რა. და ურწმუნდები რომ უკვე დაკავებული ვარ რა, იმიტომ ადვოკატთან დარეკვას ვითხოვდი, მშობლებთან დარეკვას რომ არ მინდოდა უბრალოდ ოჯახს ჩემ მშობლებს ტელევიზიით გაეგოთ. რომ რაღაც უცებ აღარ არის ქალაქში რაღაცნაირად. ნუ ისეთი ფორმით რომითაც შესაძლოა მომხდარიყო რა. არ მარეკინებდნენ და ამ პერიოდში უკვე 1 საათი კიდე ვიქვიყავით და ხედავდი ძალიან აქტიურად ემატებოდა არასაპატრულო მანქანები შკოდას რომელ მანქანასაც ვეძახით აი ეგეთები და გადმოდიოდნენ ანუ ფორმიანები რომ არიან აი საპატრულოს პოლიციის ფორმაც ვთქვათ ეგეთები უკვე აღარ ემატებიან შავებში ჩაცმულების შსს წარმომადგენლები როგორ შთაბეჭდებას მიტოვებდნენ იცით თითქოს ისეთი კრიმინალი ვარ რომ ახლოსაც არ მოდიან შორიდან მოდიან მანქანას სტრესს დაარტყამენ დამაკვირდებიან გავლენ და მე ესე ვარ რა ხდება ხო ესე ალბათ ეგონათ რაღაც ვინმე დიდი ბიჭი ან კაცი რა ანუ იმიტომ რომ რაღაც გულწრფელად გამოხატავდნენ რომ შენ გამო აქ ვართ ასე და ერთმა მკითხა რომ შენს გამო ვართ აქ ახლა ყველაო ანუ ისე ემოციურად მეუბნებოდნენ რომ ანუ ვერ ხვდებოდი იცოდნენ ამათ რეალურად რის გამო მოდიოდნენ არ იცოდნენ ანუ აქ უკვე ეს კითხვები მიჩნდებოდა რა მე ლანჩხუთის განყოფილებაში გადავედით იქაც უკვე 4-5 საათი გასულია მოკლედ ნახევარი დღე გასულია და ისიც მახსოვს როცა საბოლოოდ უკვე ჩამოყალიბდნენ რა უნდა გაგვეკეთებინა დარეკეს ჩემს დასთან თუ ადვოკატთან არ ვიცი და ეუბნებიან ლანჩხუთში ვართ და ეუბნებიან რომ წუთი შემოვიყვანთ ზაჰეს იზოლატორშია და გურიიდან აქ ჩამოსვლაში დაგჭირდება 3 საათი მეტიც ალბათ ხო და მაგდროს ავდექის ანუ რას ეუბნებით ხო რა ან ლანჩხუთის განყოფილებაში ვარ და უკვე 12-ის ნახევარია რა და როცა ეუბნება რომ ზაჰეში შემოიყვანთ წუთზე და ზაჰეში აქ მივიდნენ 3-4 საათი ხო ლოდინი სჭირდებათ მივხვდი რომ ვიღაცებს უბრალოდ ისეთ გამოხმაურებას არ ველოდი ამ მთელი ქვეყანა რომ ფეხზე დადგან ამდვილად მაგრამ ჩემი მეგობრები ვიცოდი რომ აქტიურად იქნებოდნენ რა ჩართულები და ფაქტობრივად ღამის გათენება მოუწევდათ და ამან ჩემში ცოტა პროტესტი გამოიწვია ბორკილები როცა უკან გამიკეთეს შსს წარმომადგენელმა თუ ვინც იყო უთხრა რომ რაც არ უნდა ითხოვს წინო არ გადმოუტანოთ ბორკილებიო და ეგ ადამიანი ისე მეგობრობის საუბრობდა გაყოფილებაში რომ ანუ როცა ვკითხე რომ ამას რატომ აკეთებთ ხო სხვა ადამიანად იქცა რა აი უყურებდა თითქოს შთაბეჭდება რჩევა რომ ეზიზღები შენ და მივხვდი რომ ნუ დავალება იყო და ეს დავალება როგორც საჭირო იყო და როგორც ნაბრძანები იყო ისე უნდა შეესრულებინათ და ამ დროს მოვიდა საათი ალბათ 4-5 როცა ჩემი ადვოკატები ვნახე უკვე და უკვე სასამართლოში საბოლოოდ გავიგე რომ გირაოთი გამოვიდა ეს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც დღემდე არიან ამ პროცესში, ძალიან დიდი ძალაა და ღირსება თვითონ ამ ქვეყნის ღირებულებების ჩემი აზრით, იმიტომ რომ მათი მხარდაჭერა რომ არა შესაძლოა გარეთ არ ყოფილიყავი დღეს, თუმცა ამ ხმაურმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი უსამართლო გადაწყვეტილება, ანუ ერთ-ერთი პროტესტის მონაწილეს ციხეში დატოვება არ გამოუვიდათ ასე თუ შემიძლია ვთქვა. ახლა იწყება უკვე 1-2 დღეში მაქვს მგონი პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევა. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, უბრალოდ რა წარმოდგენისაც ვარ უკვე ქართული ოცნების მიმართ, ის არის რომ ყველაფერი შეუძლიათ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფრის გაკეთება. და თან როცა ვნახე ელენა ხოშტარიას დასკვნითი პროცესი, როცა გამოცხადა მოსამართლემ 1 წელი და 6 თვე და საერთოდ არ ველოდებოდი ამას, იმიტომ რომ მეგონა ჯარიმაზე გავიდოდნენ. იდენტური არის მუხლი, უბრალოდ ზარალი არის განსხვავებული, მგონი რაღაც 100 ლარით მეტია ელენა ხოშტარიასი. მოკლედ ამის განხილვაში რომ არ შევიდეთ. ჯარიმას ველოდებოდი, მაგრამ 1 წელი და 6 თვე, ანუ როცა ვიცი რომ ახლა 4 შვილის დედა
დავანებოთ თავი რომ პოლიტიკოსია და ასე შემდეგ. ციხეშია რაღაც კალაძის ბანერზე მარკერით დაწერილი რუსული ოცნების გამო და ეს მარკერი ანუ ჩემს თვალწინას მტკიცებულად გამოიყენეს და მოსამართლეც იღებს ამ ყველაფერს როგორც სერიოზულ საქმეს. არ მაინტერესებს უკვე ჩემი საქმის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. დიდი იმედი მაქვს, მართლა მოლოდინები მაქვს. მივხვდი, რომ ასე თუ ისე გრძელვადიანი პროცესია ეს. საზრისი არ უნდა დამიკარგოს ბრძოლის და პროტესტში ყოფნის. და იმედი მაქვს, რომ ცვლილებები იქნება ქვეყანაში. ის რაც ვნახეთ, რა დანაშაულებიც იყო, ამ დანაშაულების ჩამდენები გასამართლდებიან შესაბამისი, ანუ სამართლიანი სასამართლოთი. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ამის იმედი მაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს კიდევ იმის რომ რაღაც პოლიტიკური თავისუფლება იქნება ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს თუ არ იქნება, ყოველთვის რაღაცნაირად ასეთ ჭაობში ვიქნებით დღეს რაც არის რა და დღეს რისკენაც მივიდივართ მაშინ როცა NASA ხელახლა მიდის თვარის ირგვლივ ტრიალდება და რაღაც პროგრამას წერს როგორ დასვას არტემის მესამემ ადამიანი მარსზე ჩვენ არ უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ მიიღონ, არ უნდა ვაპროტესტებდეთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს ქვეყანაში. ნუ ცხადია, როცა ყავს გასაპროტესტებელია, მაგრამ თვითონ ეს მოცემულობა არ უნდა იყოს ქვეყანაში. ანუ თვითონ ამ კონტექსტის და მოცემულობის მიმართ მაქვს მიუღებლობა და როგორ შეიძლება არ იყოს პროტესტი, ხო? შესაბამისად იქნება ცვლილებებიც თუ არის პროტესტი დღემდე. გონია ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განვითარება რაღაცნაირი სასარგებლო სასიკეთო საქმეების კეთება თუ ისეთ გარემოში ცხოვრობს რომ ხელი ეწყობა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობს რომ ეს შესაძლებელი არის. კარგი მომავლისთვის ვიბრძვი, შემდეგ პროცესები ისე განვითარდა რომ სინდისის პატიმრების და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის ვარ ამ პროცესში ასე აქტიურად და თავისუფლება სინდისის პატიმრებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ხერხემალი არის ამ პროცესის მთლიანად და ეს ძალიან კარგად იციან თვითონაც. და შემდეგ ვიბრძვი საერთო ჯამში, ხო, სახელმწიფოსთვის, იმ სახელმწიფოსთვის, რომელშიც მე ცხოვრება მინდა. ადამიანი ცulis დროების ადამიანი